რას ამბობს თემურ კეცბაია მოახლოებულ დაპირისპირებაზე და რა პრობლემები აქვს გორის დილას. ამ და სხვა ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. ქართული კლუბები ევროტურნირებზე ასპარეზობას აგრძელებენ. ამჯერად კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 23 ივლისს საღამოს 8 საათზე თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გორის დილა კვიპროსულ აპოლონს უმასპინძლებს და პირველი ეტაპის მსგავსად საკუთარ კედლებში უპირატესობის მოპოვება შეეცდება. თუმცა ამაში რა თქმა უნდა გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ვისაც შეგიძლიათ აუცილებლად დაესწარით ამ შეხვედრას და დაეხმარეთ ქართულ კლუბს უპირატესობის მოპოვებაში. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან გორის დილას მთავარმა მწვრთნელმა დიამანტის ვალალისმა და ფეხბურთელმა ლაშა მენთეშაშვილმა ისაუბრეს. ვემზადებით ძლიერ მეტოქესთან შესახვედრად. ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია. თუმცა ვინც ჩვენს განკარგულებაში იქნება, ბოლომდე იბრძოლებს. ბერძენი ვარ და კვიპროსელებთან დაპირისპირება ჩემთვის ემოციური იქნება. თუმცა ახლა მთავარი მიზანი გორის დილასთან ერთად წარმატების მიღწევა. ძალიან კარგი ვეთამაშებით და ხვალინდელ დღეს ველოდებით გულშემატკივარს, იმიტომ რომ დიდ როლს ითამაშებენ ისინი ჩვენთან და ჩემი აზრით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ გავიდეთ და მოვიგოთ რა. პირველი თამაშიც და მეორე თამაშიც. საღამოს 9 საათზე კი საქმეში დინამო თბილისი ჩაერთვება და მიხეილ მესხის სტადიონზე ლიეტუვის ჟალგირის უმასპინძლებს. ამ შემთხვევაშიც დინამო თბილისის მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ რა თქმა უნდა ვისაც შეგიძლიათ, აუცილებლად დაესწარით ქართული კლუბის თამაშს ევროტურნირებზე. ამ შეხვედრამდე მედიის კითხვებს დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა თემურ კეცბაიამ უპასუხა. ბევრ საინტერესო თემაზე მისი აზრის მოსმენამდე დავაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მოგეხლიძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ახლა უკვე ნახავთ აბა. ეგ უკვე როგორც ფეხბურთელი მზად არის თამაშისთვის და ახლა უკვე ჩვენ გადავწყვეტავთ იქნება ძირითადად თუ არა უკვე ხვალე. რა თქმა უნდა, რაც უნდა გამოვასწოროთ ის რომ მომენტები რო გვაქვს, ეგეთი მომენტები უნდა გავიტანოთ რა. რაც უფრო გადიხარ ეტაპს, მით უფრო უკეთესი და უკეთესი მოწინააღმდეგეები არიან და ამიტომ ესეთი მომენტები რო გვექნება, უნდა გავიტანოთ რა. მერტმაკნას კონდეს ამდენი მომენტი. ალბათ უკვე მომავალი თამაშისას ჩვენც უფრო უკეთესად ვითამაშებთ და როგორც გითხარით, მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ მომენტი რო გვაქვს, ეგეთი მომენტები უნდა გავიტანოთ რა. ალბათ ეს იქნება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რომ გამოვასწოროთ რა. კი, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ ყველანაირად ვაფასებთ მოწინააღმდეგეს. ვინც არ უნდა იყოს ყველას, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის შანსი რომ მომავალ ეტაპზე გავიდეთ რა. მზად არის გუნდი, პირველი თამაში შეიძლება ვიღაცას მოიჩვენოს რომ ადვილი იყო, პრინციპში პირველი თამაშის მერე ყველას ეგონა რომ ადვილი იქნებოდა, მაგრამ ადვილი არ იყო. კიდე თამაშით ახლა ვერ ვიტყვი რომ უკმაყოფილო ვარ პირველი თამაშით, იმიტომ რომ გასვლაც მოვიგეთ, მეორე სახშიც კარგად ვითამაშეთ, სამწუხაროდ ჩვენი პრობლემა ის არის რომ ბევრი მომენტი შექმნით და გოლი ვერ გავიტანეთ. მაგრამ მთავარი ეს არის ჩვენთვის რომ გადავლახეთ ეს პირველი ისა. იმედია რომ ხვალინდელ თამაშზე ჩვენი გუნდი უფრო მეტად იქნება მზად. და პირველი თამაში კარგად ჩავატაროთ. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ თამაში მოვიგოთ, იმიტომ რომ მეორე თამაში გვექნება, მეორე თამაში კარგად იცით რომ იქ ხელოვნურზე არის თამაში, პრინციპში ჩვენ არა ვართ მიჩვეული ამ ხელოვნურზე თამაშით, იმიტომ რომ ყველა მინდორი რა მინდორზე ჩვენ გვიწევს თამაში, ყველა კაი დონეზეა, კარგი მინდორები გვაქვს. შეიძლება სტადიონები იმდენი არ აქვს, მაგრამ მინდორები სადაც თამაშობს გუნდი, ყველა მინდორი კარგი არის და ხელოვნური არ არის. ძნელი თამაში იქნება და მე მგონი ჩვენი გუნდი მზად არის იმისათვის, რომ ამ თამაშზე ყველაფერი გააკეთოს და თამაში მოვიგოთ. სულ არ მოხდი? არა. ეს კარგია, კარგი. ხო, გუნდს ახლა ვიცით, კარგი გუნდია, ჩემპიონატში შეიძლება იმ ადგილზე არ არის, ადგილზეც უნდა იყოს, პრინციპში ბოლო თამაში მოიგეს, მაგრამ მოწინააღმდეგე არ იყო ახლა ესეთი ძლიერი. სახში კარგად თამაშობენ,
ნუ პრინციპში ახლა პირველი ტური მაგათმა ძალიან ესე იოლად ჩაიარეს. ეგენიც ახლა როგორც ჩვენ თამაშობთ ჩემპიონატს, ისე თამაშობენ, პრინციპში ისინიც არ იქნებიან მომზადებელი. მზად არიან, იმიტომ რომ ჩემპიონატი იმათაც მიდის ბევრი თამაში ითამაშეს, ამიტომ ნუ ჩვენც უფრო მეტი მზათა ვართ ახლა ამ თამაშებისთვის. კარგია რომ პირველი ტური გავიარეთ და ნუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ეს თამაში მოვიგოთ, იმიტომ რომ სახში თამაშობთ, იმედია რომ გულშემატკივარი მოვა, უფრო მეტი იქნება ვიდრე პირველ თამაშზე. და ნუ რა ვიცი, ველოდებით კარგ თამაშს. კი, გეთანხმებით რომ ჩვენთან ახლა ვინ ჩვენ ჩამოვედით, უცხოელები ჩამოიყვანეთ, ქართველებთანაც ჰქონდა ლაპარაკი, სამწუხაროდ არ მოხერხდა ამ მოლაპარაკებების მერე, მაგათი ჩვენ გუნდში მოსვლა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრი ქართველი გვყავს და მე მიხარია, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გვყავს გუნდში და არ გვინდა ახლა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც უკვე ფეხბურთის თამაშს ალბათ ერთ-ორ წელიწადში დაანებებენ, ეგეთი ფეხბურთელები მოვიყვანოთ. ჯობია ამ ახალგაზრდებს მივხედოთ, ამ ახალგაზრდებს მივცეთ იმის შანსი, რომ ითამაშონ. თქვენ ნახეთ, რომ ახალგაზრდებმა ითამაშეს პირველი ტურის თამაშებიც და ბევრი არიან და გვიხარია, რომ ამათ პროგრესს ხედავთ ყოველ ვარჯიშზე, ყოველ თამაშზე და ნუ შეძლებს და გვარად ყველას მიეცემა იმის საშუალება, რომ თავისთავი გამოიჩინონ. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ გვინდა რომ კაი ფეხბურთელები მოვიყვანოთ გუნდში, ეს ქართველი იქნება თუ უცხოელი, ამას იმდენად მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ნუ მე პრინციპში კი საუბრობ რომ მუშაობდი, ბევრი ქართველი მყავდა გუნდში და ნუ პრინციპში ბევრი ქართველი, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ ჩვენ ქვეჯგუფებში მოხვედრილი ყავით და ახლა გვაქვს უკვე უმეტესობა ქართველი ფეხბურთელია და იმედია რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება რა. პრემიერ ლიგში მართლა მიხარია, რომ ამდენი ჟურნალისტი, ჟურნალისტი მე ნაკრებშიც რომ მუშაობდით, მაშინაც არ მინახია სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი დონის თამაშები ვითამაშეთ და არც მოწინააღმდეგეს მხრიდან და არც ჩვენი მხრიდან. ეს სასიხარულოა, იმიტომ რომ კარგია რომ დაინტერესებული ხართ ჩვენი გუნდები, რომლებიც ევროტურნირებზე მონაწილეობენ, რა თქმა უნდა ეს კარგია. მაგრამ ნუ როგორც გითხარით, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს გულშემატკივარიც მოვიდეს სტადიონზე. არ ამგონია მარტო გულშემატკივარის პრობლემა იყოს ჩვენი საქართველოს პირველობის დონე, რომ ესე დაბალ დონეზე, იმიტომ რომ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელ ფეხბურთში არის ფული და ამ ფული უნდა ჩაიდოს იმისათვის, რომ იმ კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ყავთ ჩვენ ქართველი ფეხბურთელები, იმათთან ერთად კარგი გამოცდილი საერთო ფეხბურთელები მოვიყვანოთ და გავაზიაროთ ჩვენი გუნდები, იმიტომ რომ ყველა ჩვენს იგივე რაც ხდება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, იგივე სომხეთი, იგივე აზერბაიჯანი, ყაზახისტანი, იმიტომ კი არა რომ იქ სომეხი, აზერბაიჯანი და ყაზახი ფეხბურთელი გაიზარდა კარგი და იმიტომ არიან კარგი გუნდები, იმიტომ რომ იმათ უფრო მეტი ფული აქვთ, უფრო მეტი კვალიფიცირებული ფეხბურთელები ჩამოყვანა შეუძლიათ უცხოელების და ამიტომ და ჩვენთან არ ამგონია რომ უცხოელები ისეთი დონის უცხოელები და იმდენი რაოდენობის უცხოელი ფეხბურთელი ჩამოდის, რომ რაღაცა დონე მაიწიოს რა. ამიტომ ამაზე ბევრია სამუშაო არის ყველა მხრიდან, რა თქვია, მე წინა იმაზეც თქვი, რომ ფული რო შემოვიდეს, პირველი ის არის რომ გულშემატკივარი უნდა მოვიდეს სტადიონზე, მეორე ტელევიზიამ უნდა გადაიხადოს, იმიტომ რომ ეხლა დამთავრდა მსოფლიო ჩემპიონატი და 15 მილიარდი მოიგო, წარმოვიდგინეთ, რამხელა ფულზე არის ლაპარაკი და ჩვენთან სამწუხაროდ ამაზე მარტო ოცნება შეგვიძლია, მე ვერაფერს ვერ იმაშობი და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი ფული უნდა ჩაიდოს, რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ ფეხბურთზე, მეტი უნდა ვანახოთ, ეს გუშინ თამაში იყო, რა თქმა იმას საბურთალოს თამაში და ტელევიზიით გაშუქება არ იყო ამ თამაშზე. სამწუხაროა ეს. ხო, ნუ ისეთ იმაზე უნდა იყოს არხსევს, რომელსაც ყველა უყურებს. ის კი არა რომ ვისაც ფული აქვს და იხდის და ის უყურებს. ეს უნდა იყოს ისეთ იმაზე, რომ ყველამ უნდა ინახოს და მე მგონი თვითონ ფეხბურთის პოპულარიზაციაც არ არის იმ დონეზე და რა დონეზეც უნდა იყოს და რა დონეზეც იმსახურებს ქართული ფეხბურთი, იმიტომ რომ საქართველოში ყველას უყვარს ფეხბურთი და აქ სამწუხაროდ არ არის იმ დონეზე რა დონეზე უნდა იყოს, გაშუქებული რა ყველას მხრიდან.
ფეხბურთელები რომლებიც დაგვემატნენ სამწუხაროდ ვეღარ დაგვეხმარებიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაუცდად, პრინციპში ისვენებდნენ თვითონ თქვენახევარი და ეხლა ამხელა დასვენების მერე ეხლა ჩვენ ეხლა ყოვლის შემძლეები არა ვართ რომ ერთ კვირაში მოვაზადოთ ფეხბურთელი. იმედია რომ მეორე თამაშისთვისაც რაღაცნაირად შეიძლება რაღაც დრო მივცეთ ამ ფეხბურთელებს. Ну, რა თქმა უნდა, მე ჩვენ რომ მოვედით, ჩვენ გქონდა ყველამ თქვენ იცით უკვე ამაზე გქონდა ლაპარაკი, რომ ხელმძღვანელობასთან გქონდა ლაპარაკი. დიდი მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ ჩვენს გვერდით არიან, ყველანაირად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მოვიყვანოთ გუნდში, უფრო უკეთესი გავხადოთ გუნდი და ამაში ყველანაირი დახმარება გვაქვს. სამწუხაროდ, პრინციპში რა ჩვენ სულ რაღაც 4 თვეა გუნდში ვარ და ამას ამ დროის იმაში ვერ იმას ვიზამთ, მაგრამ კარგი ის არის, რომ გუნდი დაუბრუნდა ჩემპიონატს, იმიტომ რომ 3 ქულა განსხვავება იმის მერე რაც ჩვენ რომ მოვედით 11 ქულა იყო, 3 ქულა ჩემპიონატში ვარ, რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა ჩემპიონობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამისთვის და რა თქმა უნდა მოვიყვანეთ ახალი ფეხბურთელები გუნდში. პირველი წრე გადავლახეთ, იმედია რომ ამ მეორე წესაც ვიბრძოლეთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გადავლახოთ ეს, ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს და იმედი ცხოვრობთ რა, ერთ თბილისის დინამომ ბევრჯერ მithქვია, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თბილისის დინამო უნდა იყოს საქართველოში ის თბილისის დინამო, რა თბილისის დინამო ახსოვს ქართულ გულშემატკივარს და ამიტომ ვიძახით, რომ ეს მიზნებს რომ მივაღწიოთ, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია მაგათი მხარდაჭერა და ამიტომ ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე. სასიხარულო არის რომ როცა ფეხბურთელები შემოდიან შეცვლაზე რაღაცნაირად იმათმა თავიანთი წილი შეიტანონ თამაშის მსვლელობაში და მართლა წინა თამაშზე ვინც შემოვიდა, კარგად შემოვიდა თამაშზე, გუნდს დაეხმარა იმისათვის რომ მოგვიგო, არ მოგვიგია, მაგრამ ის ჩვენთვის მოგება იყო მომავალ ეტაპზე რომ გავედით და რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობ და ალბათ ყველე ნახავთ. მათე პრინციპში გუშინაც არ ვარჯიშე, იმიტომ რომ ცოტა ტრავმა ჰქონდა. მე მათეზე ვთქვი წინა იმაზე, რომ ჩვენ რო აქ მოვატრიალეთ ჩემპიონატში და ეხლა ჩემპიონობის თო ვიბძვით, ეს ძალიან დიდი დამსახურება არის მათესი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გოლი გაიტანა, არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნებაც, ძალიან დადებითი პიროვნებაა და მე მიხარია რომ ესეთი ფეხბურთელი გვყავს გუნდში, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა თამაშობს, არ თამაშობს, გუნდთან ახლოს არის, იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ახლოს არის, რომლებიც ჩვენ ძალიან ბრალმად გვყავს გუნდში და რაც უფრო მეტი გვეყოლება მათესნაირი ფეხბურთელი გუნდში, უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვისაც, როგორც მცველებისთვისაც და რა თქმა უნდა გუნდისთვის და ჩვენ ხო, ნახავთ როგორი სიტუაცია იქნება, რა იქნება, როგორ ვითამაშებთ, იმასაც მნიშვნელობა აქვს და ამიტომ მიხარია რომ მათე ჩვენთან არის, მართლა მაგის დიდი დამსახურება არის, რომ მართლა ჩვენ ჩემპიონობებში ვბრძოლობ და იმედია რომ ესე გავაგრძელებთ სეზონის ბოლომდე და მე ვნახავთ. თამაში წინა შეხვედრაზე ჩვენ დაწერილი მქონდა რომ თუ პენალი მოხდებოდა ან ვაცა მათე დაარტყამდა ან ბა ეგეთი ის ჰქონდა, პრინციპში ბა უკვე მინდორზე იყო და ბამ დაარტყა ახლა მაგი რომ ცოდოდა რომ ახლა ვერ გაიტანდა, მაშინ რა თქმა უნდა მეორე რა თქმა უნდა მეორე პენალი კიდო ბაც იყო, მაგრამ უკვე უთხარით რომ ნინოს დაარტყა და კარგია რომ დაარტყა, გაიტანა და ესეთი სიხარული მოგვიტანა რა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ორივე შეხვედრა 23 ივლისს საღამოს გაიმართება და გულშემატკივრის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. წარმატებები ვუსურვოთ ქართულ კლუბებს და აქვე დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. რა შედეგით დამთავრდება ეს ორი შეხვედრა? და რა თქმა უნდა, თუ დაგავიწყდათ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.